გამარჯობათ, მოგესალმებით. მივესალმები მთელ საქართველოს. გულწრფელად უსურვებ მთელ საქართველოს პირველ რიგში მშვიდობას, სიამაყეს, რომ ყოველთვის იცით რა გრძნობა იყოს ქართველი ერის ისეთი, როგორიც მე ბავშვობაში რომ გავიზარდე საქართველოს კედლებში, აი გარშემო, აი სიამაყე დღესაც კი ძალიან მენატრება ძალიან. ამისათვის მინდა დაგლოცოთ სულ ოჯახებით, გაუფრთხილით ერთი მეორეს, გაძლიერდით და თქვენი სამშობლო საქართველო, რა თქმა უნდა, ჩემიც ეს ისეთ სიძლიერეა თანდაყოლილი ქართველი ერისათვის, რომ ამის ისტორია როგორ და რანაირად თქვენ ჩემზე ყველაზე კარგად იცით, როგორი რუდუნებით ამოსულით სამშობლო აქამდე. ამისათვის მინდა დავლოცო ასეთები dzlierat ობიექტივის მსმენელი და მაყურებელი. რა მინდა ვთქვათ, მე გავბედე და მეოთხე წელია მიმყავს სამშობლო და ღირსება, ჩემი საავტორო გადაცემა. რატომ ივეცი ასეთი უფლება ჩემ თავს? იმისათვის, რომ აი სამშობლოს სიყვარული ყოველდღიურად ჩემს ოჯახში მოხუცები, ბებია და ბაბუა მეუბნებოდნენ, რას ნიშნავს სამშობლოს დაკარგვა. გაგიჟებული ვიყავი, მაშინ არ მესმოდა და ყოველთვის ვიგონებდი ხოლმე მერე და მერე, როდესაც გავეცანი ქართულ მწერლობას ძირფესვიანად და დავინახე, რომ როგორი სიძლიერით და როგორი რუდუნებით უვლიდნენ, მაგრამ ჩემ ერს იეზიდ მზის თაყვანისმცემლებს დაემართათ პროვოცირება ისეთი, რასაც თქვენ კარგად იცით და ძალიან კარგად ბატონი ლევან სანიკიძის მეოთხე უქარქაშო ხმლებში, მეოთხე ტომში მთლიანად აღწერილია ამერის ბედუკო მართობა, რამაც შეიწირა ამდენი მილიონიანი ერი და დღემდე ერთი ნაწილი დაბრუნებული ერაყის ჩრდილოეთი, რასაც ქვია რაღაც ავტონომია, მაგრამ მენდეთ ქართველი იეზიდები, ასე დავარქვი მე ჩემ იეზიდებს, რომლებიც აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ, სიამაყით დადიოდნენ ვერაზე, ვაკეში, საბურთალოზე, ყველა ტერიტორიაში, კახეთი, ზემო ალვანში, ქვემო ალვანში, სოფელ თელოვანში და ასე შემდგომ. ყველაზე კარგად დღეს მინდოდა, იცით რა, ძალიან გადავხედე ეს ყველას წინა საარჩევნო, წინა პოლიტიკური ეს ცოტა მაპატიეთ რა უხეში გამოთქმაში არ ჩამითვალოთ რამდენადაც მართლა მიყვარს ჩემი სამშობლო საქართველო ძალიან და განვიცდი ყოველთვის ემოციურად, რომ არ დაგემართოთ თქვენ შეცდომები, აი ეს ადამიანები, რომლებიც უძლურებით თუ ძალით თუ რანაირად არ ვიცი როგორ ხვდებით იმ ტერიტორიებზე და რაღაც პოლიტიკურ ნიშნებს აფრქვევთ, მაგრამ დანარჩენი შემდეგ უკვე მე ისეთი სტუმარი მყავს დღეს მოპატიჟებული ჩემს გადაცემაში, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა ბატონო ირაკლი გითხრა თქვენ მობრძანებისთვის, იმიტომ რომ დიდი ქართველების ელიტა ნენელა შორდებიან, თქვენ 100 წელი ღმერთმა სიცოცხლე და ჯანმრთელობა მოგანიჭოთ, მაგრამ იცით რა არის ისე მეშინია ხოლმე, რომ ყოველ დილას რომ ვდგები, პირველ რიგში მართლა მზესთანა ვარ და ვლოცულ ორ ვიძახი, ხვალინდელი დღე უკეთესი იქნები იყოს, მაგრამ ყოველდღიურად რაღაც ისეთი ამბები რო ისმის, რა ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად ახარ ადამიანი. მე მოვიწვიე დღეს ჩემთვის ყველაზე დიდი ქართული ოჯახი. ქალბატონი ქეთუსი გარეთ არის, შემდეგში იქნება ჩემთან აუცილებლად. ეს დიდი ქართული ოჯახია და ბატონი ირაკლი პაპავა, რომელიც ფაქტიურად დიდი ხანია მე მას 35 წლის წინ, როდესაც ბატონ რეზო თაბუკაშვილთან ერთად სლაიდებზე, აი რაღაცებს ყველა ქვეყნის, ყველა იმაში დადიოდნენ და ქართულ წარმონაქმნებს, რაც იყო ქართული ეროვნული ღირებულებების ფასეულობები, რაც იყო ყველაფერს ოულობდნენ, ხანდახან წყლის ფულიც კი არ ქონდათ, მაგრამ
აი იმ ფასეულებებს ეძებდნენ და უკან მუზეუმში ამას ყველაფერს აბრუნებდნენ ბატონ რეზოსთან ერთად. ბატონი ირაკლი კინოდოკუმენტალისტი, რომელმაც ასახა მთელი ეს ეპოქა ქართული აი სინამდვილე როგორ ინახებოდა, როგორ მოიტანა 21 საუკუნემდე. ბატონ ირაკლი, ჩემს მახსოვრობაში სულ მახსოვხართ თქვენ აი ამ პირდაპირ როცა ბრუნდებოდით იქიდან. პირველ რიგში რას მაშინ თქვენ ძალიან ახალგაზრდა იქნებოდით თავის საბაცხადეთ, როცა პირველად დაიწყეთ ბატონ რეზო თაბუკაშვილთან ურთიერთობები და კარგი იქნებოდა, რომ ჩვენი მაყურებლისთვის თქვენ აი ეს მიდგომები განსაკუთრებით მინდათ, რომ ჩვენ ქართველ ახალგაზრდებმა მოისმინონ თქვენგან, იმიტომ რომ ეს ძალიან საამაყოთ მექნება ხვალ და ზეგ ჩემ ცხოვრებაში, რომ მე არ დავაკელი ჩემ ქვეყანას აი ეს ღირებულება, რასაც ქვია სამშობლო და ღირსება. ბატონ ცირა, პირველი რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ ძალიან გახარებული ვარ, რომ კიდევ ერთხელ მაქვს საშუალება თქვენთან გადაცემაში სტუმრობისა. იმიტომ რომ თქვენ აი 30 წლის წინ რომ ახსენეთ, მაშინ ისეთი სიურპრიზი გამიკეთეთ მე, რომ შემახვედრეთ 20 წლის უნახავ ჩემ სტუდენტს. ჯაზოსთან. იეზიდი ჩემი სტუდენტი ჯასო ოსმანოვი მაშინ დამახვედრეთ სტუდიაში და ძალიან გადავეხვიეთ ერთმანეთს და გავიხსენეთ ჩვენი ასე ვთქვათ ერთობლივი თანამშრომლობის. თქვენ იყავით მისი პროფესორი, თქვენ იყავით მისი ის იყო თქვენი სტუდენტი მინდა თქვა რომ აი ჯასო დღეს ისე წარმატებებს მიაღწია და მე ამაყი ვარ ამითაც რომ ესე იგი მისი ის გახდა ცნობილი სცენარისტი დღეს გერმანიაში მოღვაწეობს და მისი სცენარებით გადაღებულია რამდენიმე ძალიან სერიოზული ფილმი რომლის ერთ-ერთი ვარიანტიც ისე რა ქვია ოსკარის 5 ნომინაციაშიც კი მოხვდა. ესეთი ცნობილი სცენარისტი გახდა. ამით ვარ ამაყი მოკლედ. ძალიან იცით ბევრი ვისაუბრე და ეს იმდენად სიამაყეა. მართლაც იცით მე მინდა გითხრათ სანამ შემოვიდოდით რომ ძალიან სხვანაირები არიან გეზიდები, იმიტომ რომ მზის თაყვანის მცემლები არიან და ისეთ რომ სამშობლო დაკარგული ერისშვილი იყო, რომელიც მოადგა მაშინ საქართველოში გაიზარდნენ ყველგან, აი როგორც წეგან ვახსენე, მაგრამ ქართველობა, აი ეს ქართველობა, რაც 50-იან წლებში, 60-იანებში, 70-იანებში იყო, ბატონო ირაკლი თქვენ ხო იცით როგორი უბნები იყო და როგორი ის აი იცით რა იყო სიყვარული, პატივისცემა შეცოდება, მგრძნობიარობა, ეს ყველაფერი ერთად იყო და ძალიან ბევრი ეზიდი ვიცი, ნოსტალგიით გარდაიცვალა ამ უცხო ქვეყნებში. და მე მინდა მოგახსენოთ რომ მე აი რომ მიტყვიან წარმოშობით ვარ იმ ბავშვობიდან ზუსტად 60-იანი წლების თბილისიდან თბილისის შუაგულში აი სწორედ იეზიდების აზერბაიჯანელების ქურთების ებრაელების აი ამ გარემოცვაში გავიზარდეთ სადაც საერთოდ არ იყო ლაპარაკი ვინ რა ეროვნების იყო ვინ რა რელიგიური წარმოშობის კონფესიის და ასე შემდეგ და ძალიან ძმებივით ვიყავით რა ერთმანეთის ჭირდა ხის ვიზიარებდით ეხლა არ მინდა რომ თითქოს მივტირი იმას მაგრამ ძალიან ბევრი საგულისხმო და კეთილშობილი ღირებულებები ძალიან ბევრი იყო და დათმობის ინსტიტუტი იყო ძალიან მაღალ დონეზე დათმობის უმცროსი ურთიერთგატანა იყო ისეთი რაღაცა უბანში ყველა ერთმანეთს ვიცნობდით ძალიან ესე ადვილად როგორ გაიმეტებდნენ დანაზე და სიკვდილზე აი რაც ეხლა და ღირსება ყოველთვის იყო ყველაფერზე მაღლა იქ ბირჟები ეხლა იმ მაშინდელი გაგებით ყველგან იყო ჩვენთანაც იყო უბანში მაგრამ იქ ყველა მიცოდა რომ აი ქალთან დამოკიდებულება რა უნდა ყოფილიყო რა საქციელი იყო მიუღებელი დაუშვათ მამაკაცისთვის და ასე შემდეგ და ნუ ეს ძალიან
სამწუხაროა რომ ვერ ვინარჩუნეთ არა დროება მისცეს შექმნა აი ამ გლობალისტების პროექტებმა და ამ გლობალისტებმა ძალიან ცუდი როლი ითამაშეს საქართველოს ხრიკებმა რაღაცნაირად მე მინდა ბატონო ირაკლი აი თხოვნა რომ აი ჩვენი ახალგაზრდები რომლებიც აი თქვენ როგორ ისეთ ცნობილი პიროვნებათან როგორც ბატონი რეზო თაბუკაშვილი ეს ისტორიული პიროვნება არის 21 საუკუნის დასასრულში ხო სწორია და ძალიან გთხოვდით რომ რამოდენიმე სიტყვა აი ურთიერთობები აი როგორ იყო და როგორ იძენდით ამ და რომელ ქვეყნებში დადიოდით რომ იცოდით რომ აუცილებლად ქართული ნიმუში ამა თუ იმ როგორც აი ახლა 21 საუკუნეში ჩვენმა წარმომადგენელმა ფაქტიურად ოცნების მთავარმა პირველმა პირმა შეიძინა ინგლისის იმაზე ის ძალიან ისტორიული ხელნაწერი შეიძინა რომელიც ბატონ რეზოს გადაღებული აქვს ასე ვთქვათ ის შეიძინა ფურცელ მითი ძალიან ეშმაკობა იხმარა და გადაიღო ის კრაუსი იყო ასეთი მფლობელი აი ამ ხელნაწერის და ზოსიმეს ხო და მოახერხა ისე მისვლა და მთელი აი ამ წიგნის გადაღება ხელნაწერის. ეხლა ის უკვე საქართველოშია და ეს დიდი დამსახურება რა ბატონ ბიძინას დამსახურება და მადლობა ყველაფერი ამისათვის. აი თქვენ აი ეს მანამდე თქვენ პირველები იყავით, როდესაც დადიოდით და აი ეს მე კარგად მახსოვს ეს გადაცემები, რომ ხანდახან წყლის საშუალებაც არ იყო იქ, იმიტომ ყველაფერი რომ გამოყოფილი ქონდათ. იცით რა შედარებას ვაკეთებ? დღეს ოდესაც ეს არასამთავროებები რო ახსენებენ, ესეთ მილიონები და რაღაცები და საინტერესოა რა აქვთ გაკეთებული. აი ესეთი მილიონები რო შემოდიოდა ამ სახელმწიფოში და რა აქვთ მათ გაკეთებული, საინტერესოა ერთი რაღაცა მაინც რო ახსენონ. ავტონცირა იცით რა აი ეხა ვიფიქრე და აი ყველაზე უფრო დიდი შტაბეწილება ჩემი ასე ვთქვათ ბატონ რეზოსთან დიდი აკადემიაში ასე ვთქვათ და მის ლაბორატორიაში ყოფნისას რამაც დამიტოვა ეს იყო ჩვენი ბოლო ექსპედიცია ინდოეთში ამის ისტორიას მოვყვებით წინა ისტორიას მოგეთ ცოტა რო ხვებით ისაფქნათ. იყო ასეთი გულბეკიანების გვარი ყველა მიცის. ესე იგი მილიარდერი ხუთეულში შედიოდა ხანთთან, მორგანთან, როკფელერებთან ერთად იყო სოფლიო მილიარდერებთან ასეთი გალოს გულბეკიანი სომხური წარმოშობის პორტუგალიელი რომელიც უმდიდრესი ადამიანი რომელსაც ჰქონდა ასე ვთქვათ მეცნიერული მიდრეკილებებიც ასე შვილი არ ყავდა მას ყავდა ძმისშვილი რობერტ გულბეკიანი რომელსაც დაუტყვა თელი მის მფლობელობაში მყოფი პორტუგალიის თელი არქივები პროპაგანდა ფიდეს ფილიალები და ასე შემდეგ და ეს არის უნიკალური მასალებით ისტორიული და არქეოლოგიური მასალებით სავსე ასე იგი ასეთი სკიური დაუტოვა და ეს რობერტ გულბეკიანი მოუწია საქართველოში ვიზიტი ხალბატონ ელენე მეტრეველთან და იქ ბატონ რეზოც ესწრებოდა შემთხვევით ამას მოხდა იქ დაკონტაქტება ბატონ რობერტ გულბეკიანის და რეზო თაბუკაშვილის. მაშინ წიგნს წერდა ის აი ამ მასალებზე დაყრდნობით ქეთევან დედოფალზე რობერტ გულბეკიანი. რას ოპერატო? ხო და რო გაიგო ეს არის მისი რეზო თაბუკაშვილია რომელიც აი ამ ნაკვალევზე დადის და ბატონ რეზომ რო გაიგო გულბეკიანთან ურთიერთობის ნუ მოხდა მაგათი ასე თქვა დაკონტაქტება სამარადისო ასე თქვა იმით გადაიკვეთა მათი გზები და დაპატიჟა მან თავის არქივებში და ის ხელნაწერებს გააცნო ქეთევან წამებულის აი თელი ამ ეპოპეის ჩანაწერები ვისაც ხონდა ბერები ვინც დაესწრო ქეთევანის წამებას აი საოცარი რაღაც ნუ ეს
თითქმის აი 21 საუკუნემდე მოსული ინფორმაცია რომელიც ბატონ რეზო ამის ხელიდან გამშვები არ იყო რა თქმა უნდა და ნუ დაავადდა მითი უკვე ხანში შესული იყო უკვე არც ვიცოდით რომ სენი ქონდა მას ესეთი და ჯერ არ ვიცოდით და ბატონ რეზომ გადაწყვიტა ამ თემის ასე ვთქვათ ბოლომდე მიყვანა და მთელი ამ ისტორიის აი განზოგადება და მოწოდება მე საქართველოს მოწოდება ის სტრატეგიულად ამის მნიშვნელობის ჩვენება რაშიც ბატონმა რობერტმა ყველანაირი მხარდაჭერა აღმოუჩინა მართლაც აჩვენა ეს ჩანაწერები რომელიც უნიკალური აღმოჩნდა ესე იგი ორი ბერი იყო დუშანჟუში და გიმარაიში ორი პორტუგალიელი ბერი ვინც შეესწრო ქეთევანის წამების რიტუალს ასე ვთქვათ და თელი ეს პროცესი ნახა და აღწერა და მე მისი ნაწილები ჩუმად ღამე მოიპარეს ასე ვთქვათ პირდაპირ შეიძლება თქვას და გააპატიოსნეს თავიანთ ეკლესიაში წარმოიდგინეთ სპარსეთია შახაბაზის და რის გამოც შახაბაზმა გამოაგდო ისინი ფაქტიურად ქვეყნიდან მაშინ პორტუგალიური მისიონი იყო იქა სპარსეთში და ამიტომ ესწრებოდნენ აქ და წამოიღეს მათ იარეს საქართველოზე გამოიარეს თემურას დაუტოვეს ამ წმინდა ნაწილების რაც იყო ეს ყველაფერი და გააგრძელეს გზა რომის პაპთან მივიდნენ და აცნობეს ეს ისტორიული რაც მომდევნეს მართლა საგმირო რაღაცა საქციელი ნუ ამაზე უკვე ბევრი დაიწერა, კიდე ბევრი დაიწერება და ფილმებიც რამდენიმე იქნა გადაღებული, მაგრამ ამას მოყვა სამეცნიერო ექსპედიცია ინდოეთში. რატომ ინდოეთში? იმიტომ რომ ინდოეთიდან ინდოეთში იყო პორტუგალიური მისიონი მაშინ. და როდესაც ირანიდან გამოაძევა შახაბაზმა ეს დუშანჟუში და მისი გუნდი წამოვიდნენ ისინი ინდოეთიდან გამოვიარეს ქალაქი გოა, იმიტომ რომ გოაში იყო პორტუგალიის კოლონია იყო მაშინ 16 საუკუნე. მე-17 საუკუნის შუა რიცხვებში და აქ ამ მისიონში ნაწილი წმინდა ნაწილების ეს მიღებული წესია კათოლიკურ ეკლესიაში რომ ის ნაწილები შეიძლება დანაწერდეს და სხვადასხვა ეკლესიებში ინახებოდეს იქ აწერია მე მას და ის ითვლება რომ იმ ეკლესიის ძალა არის ეს ის ერთი შეკითხვა მექნება ისა ბატონო ირაკლი აი ის სომეხი ეროვნების წარმომადგენელი რომელიც ქალბატონ მეტრებელთან ჩამოვიდა საქართველოში რობერტ გულბეკიანი ხო ეს სადაური იყო იქ დაბადებული იყო პორტუგალიაში რა თქმა უნდა პორტუგალიელი სომეხი იყო თვითონ გალუს გულბეკიანის მამა იყო წასული ჯერ კიდე წარმოიდგინეთ რომელ საუკუნეში და პორტუგალიაში გამდიდდა და მაგრამ მან საქართველოსთან მოინდომა კონტაქტი ვიდრე სომხეთთან. ხო, ამაშია. ძალიან მნიშვნელოვანია, იცით რატო? აი ეს ფაქტები ყველაფერი გროვდება. და გროვდება და ჩანს როგორც აი მე ახალგაზრდებს მიმართავდი. ეს არის მაგალითი იმისი, როგორ შეიძლება ერებმა დაახლოება ქართველების უნარები, ისტორიული გრძნობიარობა, ეროვნულობა, მართლმადიდებლობა, ეს ყველაფერი შესწავლილი ჰქონდა იმ და როგორ შეიძლება ერებმა ითანამშრომლონ, ითანაცხოვრონ შვიდობით, აკეთონ სიკეთე. ქართული საქმეები ერთმანეთი გააძლიერონ და არა პირიქით ომებისგან დაღალონ და გამოფიტონ და არ ყირონ ერთმანეთი. აი ამის მაგალითად იქცა ესა და ბატონ რეზ მე ბედნიერი ვარ რომ თქვენ შეესწარით ამას. ბატონ ირაკლი იყო ტრიპოლსკი კიდე ჩვენთან ერთად ჩვენი ექსპედიციის სამივე ექსპედიციის წევრი ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე იყო უკვე ბატონ რეზო აღარ იყო ასე თქვენ აკეთებდით იმ ქართულ საქმებს რასაც ქვია ისტორიის შემონახვა
ანდერძი დაგვიტოვა ფაქტიურად რომ თქვენ უნდა მიიყვანოთ ბოლომდე ეს საქმე. ჩვენ სხვათა შორის ძალიან კმაყოფილი ვარ იმით რომ აი ქართველებმა შეეძლეს სხვადასხვა თაობებმა ერთმანეთის დაწყებული საქმისა ეს ესტაფეტასავით გადაცემით ჩვენ არ ჩამოგვისვენებია ბოლოს ეს წმინდა ნაწილები საქართველოში რომ მოხდა ამას კიდევ რამდენიმე თაობის სხვადასხვა თაობის ქართველების და არაქართველების მონაწილეობით მოხდა და ყველას მიუაგებ პასუხს ისა მადლობა მინდა მოვახსენო დღეს და მადლიერების ზნობით ვართ სულ ყველა იმისთვის პორტუგალიელისთვის სომეხისთვის ყველა ადამიანს მინსკის საქართველოში ერთი სიკეთის ფურცელი გადაფურცლა. არ აქვს მაგას. ეს არის მემატიანე ქართული ღირსების დაცვა. და მეტი ტოლერანტობის, ესე იგი, ძეგლია ესა ფაქტიურად, იმიტომ რომ ამაში კვინტესენცია იყო ყველაფრის გაერთიანდა, იცით რა, რომ აი იქ ინდოეთში წარმოიდგინეთ ეს არის გოა, ასეთი საკურორტო ქალაქია, სადაც ჩვენ ჩავედით, ესე იგი, მამა დავით შარაშენიძე იყო ჩვენთან ერთად, პატრიარქის მიერ წარმოგზავნილი, კურთხეული და წამოსული და ყოველ საღამოს ლოცულობდით ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე იყო ხელმძღვანელი ამ ექსპედიციის უმცროსი რეზო თაბუკაშვილი იყო ჩვენთან ლაშა თაბუკაშვილი რა თქმა უნდა და ესეთი ჯგუფი ვიყავით უკვე რეზო გადაცვლილი იყო უკვე შემდგომში რობერტ გულბეკიანი ავატყოფი გამოგვეხმაურა უკვე ვეღარ გადაადგილდება და რო გაიგო ჩვენ იქ ვიყავით ჩასულები და უკვე მივაგენით იმ ეკლესიას სადაც დაკრძალული იყო ეს უნდა ყოფილიყო დაკრძალული ესე იგი იქიდან სატელეფონო ლაპარაკი შედგა ბატონ ვაჟას და ილბეკიანს ბატონ ილბე მაშინ ცოცხალი იყო ცხონებული ჯერ და კინაღამ ხორო ისე უნდა და ამოდგა და უნდა წამოსვლა მაგრამ სამწუხაროდ ექიმები არ მიშვებინო მაგრამ იქიდან ისეთი ხელშეწყობა ქონდა მის ზარს ისეთი ძალა ქონდა რომ ესე იგი თელი ეს კათოლიკური ეკლესიის წამყვანი ეპისკოპოსები აი სულყოლანი დავყვებოდნენ და ყველანაირად ანუ ეს იყო მაგალითი როგორ შეიძლება ითანამშრომლოს აი სხვადასხვა კონფესიებმა და უცხო ქვეყანაში ხდება ეს უკვე ეს ხდება უცხო ქვეყანაში რომელიც ორიენტირებული არის ის გოა არის ცნობილი დასვენების და ტურიზმის დედაქალაქია მსოფლიოს სულყოლანი ხიპებიდან დაწყებული მუსიკალური ფესტივალების დედაქალაქია აი ამსტერდამი და ეს ითვლება მეორე გოა არის საზამთრო ისა და აი წარმოვიდგინეთ აქ ჩავედით ჩვენ რა კონტრაპუნქტი იყო წარმოგიდგენიათ რომ იქ ყველა ისვენებს ყველა იახტებით არიან ჩასული ისა და ჩვენ გვეკითხებოდნენ თქვენ რაზე ხართ აქ ჩამოსული რაღაც ვერც იახტა შეგამჩნიეთ ვერც ხო გასაგებია რაღაცას ეძებთ და ლოცულობთ ყოველ საღამოს და რას ეძებთ ხო და რას ეძებთ და ჩვენ რა თქმა უნდა უთხარით ნუ იქ ძალიან შეძლებული ხალხი ისვენებს რა თქმა უნდა ჩვენ შევთხოვეთ ვიყავით ხო და უთხარით რომ მე ვეძებ ჩვენი გარდაცვლილი დედოფლის 1600 წელს რაღაცა წელს გარდაცვლილი დედოფლის 30 წლის წინ ხო ბატონო ეს იგი მსმენელმა უნდა აი სწორედ ხო და იცით რა პაპატიეთ ისა რა ქვია აი ინდიანა ჯონსები ხართო ანუ ინდიანა ჯონსი რო ეძებს აი ამ თავს არქეოლოგიურ საქმიანობას და ერთმა ისიც კი მკითხართ თქვენი ბებია არისო წარმოშობითო მე ვთხარი ნუ ეთელი ქართველების ბებია და ასე შემდეგ და აი ესეთი კურიოზები იყოს და იქ ამ დროს იქ გაზეთები წერდნენ რომ ჩამოვიდა რაღაც ჯგუფი საბჭოთა დედოფალს ეძებენ ხო იცით ინდური გაზეთები მაინც ხანდახან ისეთი კურიოზული მაგრამ ეს ისტორიული აი ყველაფერაც შემოინახეს
თქვენამდე კიდე რაღაც ჯგუფი იქნებოდა მანამდე ხო რომელიც შემონახული აქ იცით რა პირველი ჯგუფი აღმოჩნდით ჩვენ რომელიც გულბეკიანმა კი იცოდა ეს ისტორია მაგრამ არ გაუხმოვანებია და პირველი ვინც ჩვენ გაუხმოვანეთ ინდოელებს ეს და ძალიან სწორი გავაკეთეთ უბრალოდ ბატონ რეზომ იფიქრა რომ ამას ჩვენ მარტო საბჭოთა კავშირი იყო წარმოგიდგენიათ ახლა ამ ასე ამ ურთიერთობებში ძალიან ძნელი საორგანიზაციო იყო რომ გათხრები იყო საწარმოებელი დანგრეული იყო ის და ამიტომ გადაწყვიტა რომ შეპარებინა ეს თემა ინდოელებისათვის რომ იმათ წამოეწიათ მერე და გაეგრძელებინათ ეს გათხრები მართლა ამან იმუშავა ასე ვთქვათ ამ მეთოდმა და ინდოელებმა 5 ფილმი მერე გადაიღეს ქეთევანის თემაზე და შემდეგ ესე იგი გააგრძელეს 9 გათხრები ჩამოსული მაშინ მე მახსოვს ახლა ახალგაზრდები ვიყავით და ძალიან დიდი რუდუნებით უყურებდით ხოლმე როცა რუსთაველზე რომ გავივიდით რაღაცა ინფორმაცია იყო მაშინ სხვანაირი ქართველობა კიდე მინდა ძალიან ყველა ქართველი ჩემთვის ღირსეული ქართველია მაგრამ აი დღეს როდესაც უყურებთ იცით ამდენი ამბიციები ამდენი იცით რა დაუფიქრებელი ნაბიჯები არ ვიცი რატომ ეს კამები ღირს ამათ არ აღის ნამდვილად მინდა გითხრათ არ ღირს ეს კამები იმიტომ რომ საქართველოს შემოინარჩუნა ისეთ ქართველობამ რომელიც ზოგიერთი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან რომ წყალიც კი უკან არ მოუხედია და არ უთხოვია სამაგისოდ აი ჩვენ დღევანდელ გადასახედიდან რთულ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ამ გლობალისტების ეს არ არის გუშინდელი და გუშინწეს ან რეჟიმი აი რეჟიმის შემოსვლა რომელიც გაერთიანება მოხდა და deep states რო ამბობენ რაღაცა ეს მდიდრები მილიონრები არიან ახლა ამერიკაში 69,000 რაღაცა მილიარდელები არიან და მილიონერები არიან და თავისთავად ცხადია იმათ არ აინტერესებს იმათ აინტერესებს მხოლოდ ბიზნესი და პული და მიწა რა ხდება ჩვენს აი გარშემო დღევანდელ საქართველოში აი ესეთი რუდუნებით მოპოვებული მასალები რუდუნებით და რუდუნებით შენარჩუნებული საქართველოს ტერიტორია. აი მე კიდევ ერთხელ ამაზე მინდა თქვენ გაამახვილოთ როგორც დიდმა ქართველმა და დიდი ღვაწლი გაქვთ, ძალიან დიდი შრომა გაქვთ ჩადებული და როგორ უნდა გაუფრთხილდნენ აი ამ მიწას რომ მიწის ასე გასხვისება იცით აი ბატონ რეზოს ერთი ლექსი დატოვა მან სიტყვამდე ერთი დღით ადრე შვილიშვილებს დაუწერა ანდერძი შვილიშვილებს და იქ ერთი ფრაზა ესეთი რომ მე თქვენთან ვიქნებიო ვერ დამინახავთ მაგრამ ახლა თქვენ გარშემო მაგრამ მე იმ დღიდან თქვენთან არა ვარ თუ საქართველოს გეპატარავათ ერთი ეს სენტენცია დატოვა ასე თქვა და მეორე ისა რომ ყოველთვისო ტკბილი გექნებათ სიყმაწვილე მერე სიბერეც სხვისი წარმატებით თუ არ უნდა გაღიზიანე და არ უნდა შური არიციოთ კი აი ესე იგი ეხლა ზუსტად ეს ფრაზა არ მახსოვდა მაგრამ აი ეს არის ჩემის აზრით ამომავალი წერტილი აი ამ რაღაც გაუგონა მიდგომებთან აი ამ ცივილთან კივილთან გამეპებულთან ესე იგი ასე თქვათ აი ესეთი მიდგომა ესეთი გაუბრალებული ბუღალტრებს არაფერს ვერჩი მაგრამ ბუღალტრული მიდგომა ყველაფერთან ხო არ შეიძლება არსებობს წამსი არსებობს სამშობლო ბოლოს და ბოლოს და მისი შენარჩუნების აი უნა გენეტიკაში თუ ეს არ არის ჩადებული არა მე ადამიანები წყალდებიან სისხლი წყალდება ადაწესების შენარჩუნება ქართული სამღვდელოება რომელსაც ესე იგი აქამდე მოიტანა ეკლესიამ
და როგორ შეიძლება ასეთი მიდგომები, იმიტომ რომ რწმენის ინსტიტუტი როცა აქვს შენი მოსახლეობის 85%-ს. და პლუს მართლმადიდებლობამ ხელი შეუწყო ძალიან ბევრ აქ მაცხოვრებელ ადამიანებს. რომლებიც ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, აფხაზები, ოსები, ჩვენ ყველა ძმები და დები თავისთავად ცხადია ერთად ვიყავით. რაღაცა არაგონივრული ნაბიჯების შეცდომები დაგვემართა, პროვოცირებებსაც ავყენით. აწყობდნენ სპეციალურად. ყველაფერი რაც მოხდა, მაგრამ არ შეიძლება იმის სიკეთეების დავიწყება, რასაც ქართული ღირებულებები ერქვა. ეს არის სულიერება, ენა, სარწმუნება და მამული. სულიერების თამადობით იყო ეს ყველაფერი. და არასოდეს არ ყოფილა, რომ სხვა სამღვდელოებას პირიქით ყოველთვის დღემდე ყველას ულოცავს, კარებს უღებს მართლმადიდებელი, ყველა ადამიანს და ულოცავს მის ღირებულებებს, რასაც ის პატივს ცემს. იცით რა არის, აი ჩვენ იმ გორის ავართ, ასე ვთქვათ. აქ საქართველოში მაცხოვრებლები, ეხლა ქართველების და იეზიდების და ქურთების და აზერბაიჯანის ამ ურთიერთობებზეც რომ არა ვთქვათ, თავისთავად ვართ იმ გორისა ვართ, სადაც ეს ტოლერანტობა არის წარმოდგენილი საოცარი უნიკალური რაღაც ფაქტებით. და აი ერთ ფაქტს მოვიყვანთ თუნდაც, აი ტირალას თაზე ბათუმში არის სასაფლაო, რომელსაც ანალოგია არ აქვს, იმიტომ რომ შიიტები და სუიტები ერთად არიან დაკრძალულები იმ სასაფლაოზე. არა და ებრძოლებიან ყოველთვის ერთივე. და გვერდზე არის ებრაელების სასაფლაო. იქით მართლმადიდებლების. აი აქ არის ფესვები ჩვენი ტოლერანტობის. თბილისში ცნობილია რომ არის თბილისის მეჩეთში ასევე სუნიტები და შიიტები, რომლებიც დაპირისპირებული არიან მთელ მსოფლიოში, ცნობილია. აღმოსავლეთ ეხლა იქაც ერთად ლოცულობენ პალესტინის ტერიტორიაზე ესამე ჯერ კიდევ 50-50-იანი წლებიდან ერთად ლოცულობენ იქა და აი ესეთი ცნობილი ფაქტები გვაქვს. ხო, აქედან მოდის ეს ჩვენი ტოლერანტობა. აქედან ჩვენ ქუჩიდან მოდის, აი ქუჩაში ჩემ მეგობრებთან, ჩემ რამდენჯერ ფეხბურთს ერთად გვითამაშია, სხვა უბნებთან მოგვიგია, აქ ყავდნენ ეს იეზიდები და რა თქმა უნდა ეს აზერბაიჯანელები და სომხები და რა ვიცი, ესე იგი, ბატონო ირაკლი, თქვენ როგორ ფიქრობთ, ყველაზე მტკივნეული დღეს საქართველოსთვის ნამდვილად არის აფხაზეთის ტკივილი. იმიტომ რომ ყველგან ყველანაირ ობიექტი, როდესაც არადა ნიჭიერება, რომელიც წამოვიდა იქიდან ქართველობის ხელშეწყობა იყო, უნივერსიტეტი ყველაფერი შეიქმნა და სწორედ ისე დროს, როდესაც ყველაფერზე მაღლად უნდა ყოფილიყო ორივე ერი და იმ დროს მოხდა ისეთი პროვოცირება, რაც მომხდარიყო და მოხდა. ასევე შემდეგ უკვე ოსეთის პრობლემა, ჩრდილოეთ კავკასიის ერთ-ერთი პრობლემა. მაგრამ მაინც შეძლო მაშინდელმა მთავრობამ დროზე ადრე, რომ შეაჩერა ეს საშიში მოვლენები, რომელიც იგრძნო. შეცდომები იყო, მან იგრძნო ეს შეცდომები. თქვენ ახლა არ მინდა არც გვარები დავასახელო, არც მინდა ისტორიულად ესენი დავაფიქსიროთ, ჩემ უფლებამოსილების გადამეტებაში არ მინდა, მაგრამ ნამდვილად ვიცი, იმიტომ რომ ერთ ტერიტორიასაც კარგად ვიცნობ და მეორე ტერიტორიასაც, იქითაც ძალიან ბევრი მეგობრები მყავს და აქეთაც. ისინი ჩვენი დაძმები არიან, ისინი განიცდიან, ჩვენ განვიცდით ამ ყველაფერს, მაგრამ ამ განცდებს როგორ ფიქრობთ დღევანდელი განათლების სისტემა, რომელიც ვერ იძლევა იმ საშუალებას, იმ ღირებულებებს, რომლებიც ჩვენი წინაპრები, საქართველოს წინაპრებმა აქამდე შებოჭილად შეინახა ეს ქართველი მრევლი, აი ასე ვიტყოდი. ძალიან იცით რა, რუდუნებით მოუარეს.
ეხლა იცით რა შეასაქმე? ჩვენ რას ვაწყდებით აი ამ პოლიტიკურ არენაზე, რას ვაწყდებით? აი ამ კუთხით თუ შევხედავთ, ეხლა თუ დავაკვირდებით, მან ჩვენ გვეგონა ძალიან ცოტა გულუბრყვილოდ გვეგონა ჩვენ რომ აქ მხოლოდ ერთი სამსახურების ხელი ერია. ანუ კგბ-მ აქ. ხო და მუშაობდნენ და ასე თუ ისე ალღოს უღებდით ამას, მაგრამ მე უკვე ფაქტები გამოჩნდა ისეთი და დაიდო და დღეს საერთოდ გამოჩნდა რომ აქ არა მარტო მათი ინტერესები იყო, არამედ სხვა ქვეყნის სამსახურებიც მუშაობდნენ და მათი ასე ვთქვათ, მათი ანტიქართული მოქმედებები ემთხვეოდა ერთმანეთს. ამიტომაც ვერ გაუძლო ამას საქართველოს. ფაქტობრივად 45 წლის ომის აი უკვე ისეთი ფაქტები გროვდება. რაც მოხდა გერმანიაში, როგორც ჩანს, დღემდე იქ პარალელურ ეგრეთ წოდებულმა ევროპის წარმომადგენლებს ეგონათ, რომ ეს ყველაფერი შეიძლებოდა, რომ ხელმეორედ მოხდეს ისეთი რაღაცა, რასაც ესე იგი მაშინ ვერ მოერივნენ და თქვენ ხომ კარგად იცით და ბრძანებთ, რომ სწორედ ყველაზე დიდი ქვეყანა ბრიტანეთი, რომელსაც შევიდა, რატო გაგიჟდა ის გერმანიის წარმომადგენელი, როდესაც იქ ბიბლიოთეკაში შევიდა, მე ვარ ნამყოფი ლონდონის იმ ბიბლიოთეკაში, სადაც ინახებოდა ის წიგნი, სადაც არ მინდა იმ ეროვნების დასახელება და რას წერდა ის და რატომ უნდა ყოფილიყო იმ ქვეყანაში პირველი ის ერი და მსოფლიოში პირველი ერი, არ მინდა ამის დასახელება. ხო თქვენ ხვდებით და აქედან გამომდინარე ეს ადამიანები ყველა მსოფლიოში ნებისმიერ ქვეყანაში გახდნენ deep state-ები. ყველა მილიარდერები გახდნენ, ერთი კი არ არის და საერთოდ ცოდნით არის ახლა. აქედან გამომდინარე, მაშინ ყოფილ სივრცეში თქვენ როგორც თქვით, რომ ჩვენ გვეგონა მარტო ერთი აგენტურა ჩვენს გარშემო. თურმე რა დღეში ყოფილა პატარა ქვეყნები და რას გაუძლო ახლა. ეს უკვე თვალნათლივ არც მალავენ. კი ბატონო. იცით ისეთ განცხადებებს აკეთებენ. აგერ აქ თემი სოფლიო ვიცოდით რომ აი აბრეშუმის გზას საიდან დაიწყო მაშინ მოდის ჩინეთიდან მოდის რა ქვეყნებზე ისა ამაზე ინფრასტრუქტურაში ფული იდებოდა ევროკავშირის ევროსაბჭოს მე რატო ვიცნობ ამ თემაზე იმიტომ რომ აბრეშუმის გზაზე მე და ბუბა ხოტი ვარი ვიღებდით 30 ფილმი მასალა გადაღებული და ეს ყველაფერი იყო ცნობილი და დღეს უცებ გამოდის ევროსაბჭოს წარმომადგენელი და რაღაცა მეოთხე ქვეყანას ასახელებს რომელზეც იძახის რომ იქ უნდა გაიაროსო და იცით რა არის ესეთი რაღაც კურიოზის დონეზე რომელიც მუშაობენ ფაქტიურად და ბევრი რაღაცა რომელსაც ჩვენი ტელევიზიაც უფლებას ნამდვილად ბატონი დავითის ის კი არ იყო რომ რაღაცა არ სიფრთხილე კი არა უბრალოდ ის რომ წონიანი უნდა იყოს გადაცემა და აუცილებლად სულიერებასთან და სამშობლოს ღირსებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. არა რაღაც პირად ამბიციები რომ აქვს ზოგიერთებს. მე ვფიქრობ რომ სამშობლოს დაცვა ეს ისეთი ძლიერი თემა არის რომ ამას უყურებდი მთელი ჩემი არსებითი ცხოვრება ბატონო ირაკლი, იმიტომ რომ ისეთ ოჯახში ცხოვრობდი, სადაც გარშემო სულ იცოდა რა იყო სამშობლოს დაკარგვის ფასი. მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვამჩნევდი, მაგრამ აი მე როცა ყველაფერი რო გადავიკითხე საქართველოს ისტორიები, მე ვალდებული ვარ ჩემი სინდისის წინაშე. მე შეიძლება გარკვეული მეზეზების გამო ბავშვები იძულებითი წესი იყო მაშინაც რომ გავიყვანეთ ჩემი შვილები და გადარჩენილი იყო, იმიტომ რომ იმ რეჟიმთან ბრძოლა იყო სისასტიკის რეჟიმი და მე თავდახურული ერთი ქალბატონი ვიყავი, რომელმაც შევძელი ქართველების დახმარებით. იმიტომ დროზე რო არ ეთქვათ ჩემთვის მინიშნება ქართველებს, ძლიერ ქართველებს, თბილისელ ქართველებს რო ცირა შეჩერდი, ბავშვები გყავს.
იგივე დაემართებოდა ჩემ ოჯახს, რაც დაემართა ძალიან ბევრ ქართველს, მოლაშვილები ისინი იმ რეჟიმის პერიოდში, იმიტომ რომ მართლა ვიბრძოდი ომბუდსმენის აპარატში. ვიბრძოდი სიმართლის და ჩემი სამშობლოს დასაცავად, საქართველოს დასაცავად. ყოველთვის და პირველი საქართველოს ეროვნებათა შორისო საბჭო ჩამოვაყალიბე, არასოდეს პროექტი არ გამიკეთებია იმისათვის, რომ ფული დაეფინანსებინა ვინმეს. ამას ჩვენ ვაკეთებთ მხოლოდ იმისათვის, რომ პრობლემები, რომელიც ეხება საერთოდ ქართველ ერს და საქართველოს, ჩვენ ამას უსასყიდოთ. ქართველების, აი ქალბატონი ქეთუსი, ქალბატონი შურა თევზაძე, ქალბატონი ლილი ჯაფარიძე, ნუნუ ქუთათელაძე, უამრავი ტაბიძე, უამრავი ადამიანები, რომლებიც იცით რა გამოვდიოდით კინოსახლში, ბატონი ელდარ შენგელაია იყო და ვაკეთებთ ისეთ საქმებს, ქალბატონი ნანა ხაზარაძე, უდიდესი აი მისი ხსოვნის საპატივცემულოდ არ ვიცი. უდიდესი ქართველობის გარშემოტრიალების წეგან გითხარით ქალბატონი ნუნუ ომიაძე, ისეთი მხარდაჭერა მქონდა 62 სკოლიდან, რომ არ ვიცი როგორ ავთქვა, როგორ ავხსნა და საერთოდ როგორი იყო ჩვენი თბილისი, რატომ აი ესე ყოველწლიურად გადიან და რა მისა აი ამ ეგრეთ წოდებული თქვენ ესეთი ოპოზიცია, როდესმე გინახიათ? არა, ეს არ არის ოპოზიცია. მე თუ ცოტა მაინც პოლიტიკა მესმის, ეს არის კონფრონტაცია, რომელიც პოლიტიკისგან შორს არის რა. იმიტომ რომ რაღაცა ხო შეიძლება კონსტრუქციული ოპოზიციის მე ესე მესმის როლი, რომ რაღაცა ისეთი უნდა გითხრას, შეიძლება არ დაგეთანხმოს, მაგრამ ალტერნატივა შემოგთავაზოს, ან გითხრას, რომ არ საერთოდ არ ვარგა, ან რაღაცა ეს კი არა ეხმარება, ოპოზიციის როლი არის პოზიციას კორექცია გაუკეთოს, ხო, ეს არ არის მე არ მიმაჩნია ეს პოლიტიკა. განათლება ძალიან დიდ ფაქტორს ნიშნავს საქართველოში. ეგ მნიშვნელოვანი საკითხია. მნიშვნელოვანი რამხრივ იცით, აი ბევრი მოხდა საჯარო სამსახურებში ყოფილი რეჟიმის მოხელეები. და რატომ მოხდა ისეთი, როდესაც მათ ხელფასები ჰქონდათ, იქ იყვნენ შესულები და დავალებებს ღებულობდნენ რაღაც პიროვნებებისგან, რომლებიც გარე სამყაროდან შემოდიოდა ეს თანხები, ხო? და საინტერესოა ეს ამდენი თანხები რომ შემოდიოდა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ფაქტიურად კი ოპერაციებს ახმარდნენ, რაღაცა ესეთ რაღაცებს აკეთებდნენ, ღმერთმა ხელი მოუმართოს, ვინც კეთილ სინდისიათ აკეთებდა, მაგრამ ვინც თავის სამშობლოს ღირსებას იქ გარე სამყაროში ტრიბუნასთან ავიდოდა და ხმამაღლა დააფიქსირებს, რომ არა ეს ესეთი აი აქ რა სასამართლო უნდა რა ხელი უნდა იყოს ჩვენ ყავს ძალიან დიდი მე მაგალითად ძალიან დიდ პატივს ვცემდი ყოველთვის მეცნიერებათა აკადემია ხომ არ ნიშნავს იმას რომ მეცნიერებათა აკადემიამ ყოველ დღე უნდა თქვას თავისი სიტყვა თვითონმა წარმომადგენელმა ალბათ შეჩერებული ხომ არ უნდა იყოს აი ასეთ ვითარებაში როდესაც ასეთი სერიოზული საკითხები წყდება და სჭირდება ნამდვილად დიდი დაფიქრება იმისათვის რომ არ მოხდეს ისეთი შეცდომები რაც ჩვენ ვიხილეთ სულ 1-2 დღის წინ ნაჩქარევი გადაწყვეტილებებიდან დაწყებული დამთავრებული აი იცით როცა კარგად სიტუაციას არ ფლობ, ინფორმირებული არ ხარ და შეიძლება მტერმა შემოგაპაროს, პირდაპირ შემოგაპაროს შენთვის საზიანო გადაწყვეტილებები და ამის რაღაც ბარიერი კი ეს თავრობა ეხლა ჩემს აზრით უკვე ფიქრობს ამაზე, მაგრამ და ბევრს აკეთებს, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არის მანდ გასაკეთებელი, იცით, რომ აი არ დავემსგავსოთ იმას საცერს, სადაც გადის და გამოდის ეს ინფორმაციები იქნება თუ რა თანხები იქნება თუ რაღაცა. აი ახლა დავიწყეთ მოჭერა და ჩვენც ამ დროს მოგვიჭირეს იქიდან.
კი ბატონო. ხო, აბა სხვა რა დავარქვა იმას, რომ კანონზღებულობ, რომ ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე. სოფლიოში მიღებული ტრენდი არის ეს, რომ გამჭვირვალობა. არა, სახშიც არ არის. ხო. ასეთი პოლიციები ავაშენეთ, რომ გამჭვირვალე შენობები იყოს და გამჭვირვალეობას გვიბლოკავთ. რატო გვიბლოკავთ? ეს გაუგებარია ჩემთვის. უბრალოდ არც აქვს ახსნა ამას. აი რომ დავждეთ ეს სალაპარაკოთ. დარწმუნებული ვარ. ჩვენი მთავრობა და ისინი რომ დავждენ, აი რომ კითხონ ელემენტარულად, რომ აი რატო არ მოგწონთ ეს კანონი, რომელიც თქვენთან 10-ჯერ უფრო კაცრი კანონია. ჩვენთან რა საშევებს ეს კანონი? ნუ ამაზე ალბათ პასუხი ექნებათ, რომ თქვენ არ ახართ ჯერ ჩამოყალიბებული ქვეყანა და ამიტომ თქვენ არ გენდობით. ანუ თქვენ კანონს არ ვენდობით. ჩემ კანონს ვენდობი, შენ კანონს არ ვენდობი. აი უკვე ესეთი ლაპარაკი მიდის, სადაც ცოტა კოლონიალური ურთიერთობების ისა ახლავს ამას და ბატონო ირაკლი, აი ახლა ასეთი შეკითხვაც მინდა გთხოვოთ თქვენ, იმიტომ რომ კარგი იქნება, რომ როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ესე ნეიტრალურ ადგილას, რომ ასე შეცდა ლოიალური, უფრო მორჩილი პრეზიდენტი ბატონ აზერბაიჯანის ბატონი ილხან ალიევი, როგორც მისი საერთო თავისუფლებით ძალიან ის იყო და როგორი პროვოცირება მოახდინეს, რომ ეს კაცის კი გამოიყვანეს მდგომარეობიდან და ისეთ რაღაცები ხდება, რომ გასაგებია ძალიან კარგი რომ ხდება ორი თქვათ გადაკიდებული მეგობარი ერთ-ერთ დროს. რა თქმა უნდა, მაგას რა ჯობია, იმიტომ რომ სიმშვიდე უნდა იყოს, სავაჭრო ურთიერთობები განვითარდეს. დიახ და აი როგორ მიგაჩნიათ აი ეს რაც სომხეთში დაპირისპირება ეკლესიასთან. აი ეს აუცილებლად. ხო, ეს მინდა განმარტოთ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ ყველანი ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიას. 3 წუთი დარჩა. მე მგონი ეს კითხვები ჩვენ გვაქვს დასასმელი მათთვის, იცით? იმდენი კითხვები დაგროვდა, რომელსაც ვერც ემენ პასუხს, ან არც ემენ პასუხს. ეს უკვე დამტკიცებულია, არც ელჩები, არც მათი წარმომადგენლები პასუხებს არ იძლევიან. იმიტომ აი როგორც ერთი პაწვილი თუ ის ამბობდა ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის ისა წარმომადგენელი, იმიტომ აი პასუხი. ბატონო ირაკლი, იმიტომით დიდხანს ვერ გავალთ მეგობრებო და ყველა მიუხედავთ ჩვენ თავს რა. ნამდვილად. და კიდევ მთავარი მოსახლეობამ და ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს ძალიან კაფიოთ ანალიზის გაკეთება. ბატონო ირაკლი, გთხოვთ. აი ეს არჩევნები, ადგილობრივი არჩევნები, რომელიც ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. თქვენი გამოცდილებიდან, თქვენი აი წარსულიდან, თქვენი სამეგობროსთან, იმიტომ რომ მაინც ისეთ ადგილას ცხოვრობთ, ელიტა ცხოვრობს ყველანაირად, როგორ ფიქრობთ? ჯერავს ოპოზიციას, რომ ის გაიმარჯვებს ამ არჩევნებში? არა, როგორ შეიძლება ნორმალური მართალი არანორმალურები არიან ბევრი იქა, მაგრამ ნორმალურიც რომც იყოს, ვინმე არ მგონია ეხა ეგეთი სისულელე დაიჯეროს რა. იმიტომ რომ რაც გქონდათ ისიც დაკარგეს. წყალს გაატანეს ჩემის აზრით. იმდენად უგუნური პოლიტიკა ქონათ. ხო ესეთი უგუნურობას აპირებდნენ ეთქვა და დავეხმარებოდნენ. ხალხის ნდობა ფაქტიურად, აბსოლუტურად, აი ყოველდღიურად მიდის კი აბსოლუტურად ნდობა იმისათვის კი არა, ბევრი რამე მოგწონს. არა, ნამდვილად ვიტყვი, რომ ძალიან დიდი შეცდომებია პროფესიონალების ღალატი ყოველთვის შედეგი ეს იქნებოდა. მე ბოდიშ ვიხდი დღევანდელ მთავრობის წარმომადგენლებთან, მაგრამ ყველა დარგის პროფესიონალი საქართველოში n რაოდენობის არის. n რაოდენობისა და წეგან ტყუილად არ ვახსენე მეცნიერებათა აკადემია, რომელიც უნდა გამოდიოდეს და ძალიან ხმამაღალ სიტყვებს უნდა ბედავდეს და ითქვას რატომ? იმიტომ ეს საქართველო თქვენია მეცნიერების, იმიტომ რომ აი წავიკითხეთ ესეთი რაღაცა, რომელ წელს იყო სამედიცინო ინსტიტუტები საქართველოში ერთი
მაგრამ მაშინ არ გარბოდა 45 წლებში 50 მაქვს ამოღებული მე ამონაწერი რომ ექიმები აქ აზერბაიჯანის ყველა ეროვნების ადამიანი ჯერ იყო ინსტიტუტი, მერე გადაკეთა სამედიცინო უნივერსიტეტად უკვე. ჯერ იყო ინსტიტუტი, სადაც აქ ამთავრებდნენ და აქ აკეთებდნენ, აქ ყალიბდებოდნენ, აქ ძლიერდებოდნენ საქართველოს წარმომადგენლები და აქაც მრავალეროვანი ვინც იყო ჩვენი ერის წარმომადგენელი, არავის არ უღალატია საქართველოსთვის, ის ორი რაღაცაც უნდა ვიფიქროთ, ეს იყო პროვოცირებად. ძმებს შორის შუღლის ჩაგდება. თქვენ ასე ხომ მიგაჩნიათ ბატონო ირაკლი ზედმეტს ამდვილად გეთანხმებით რა. და სანამ შემოვიდოდით ალბათ უნდა დავიწყოთ ასეთი რაღაცა. მე ასეთ წინადადებით შევდივარ მთავრობაში აი ამ გადაცემიდან პირველი თქვენ როგორც დოკუმენტალისტი, გადამღები, ყველაფერი იცით, ყველა და შემოგთავაზოთ ასეთი საქართველოს იეზიდები, წიგნი და ფილმი, ან აი ეს შემდეგში ალბათ პარალელურად სხვა პროექტი. უნდა ყოფილიყო გაკეთებული. ამდენხას უნდა ყოფილიყო და მერე უკვე აზერბაიჯანელები, აფხაზები, ოსები, ყველაფერი ეს უნდა ვებერთელა თემაა. ვებერთელა თემა და ეს აუცილებელია. იმიტომ ჩვენ ყველანი ერთი საქართველოს სიძლიერებისთვის ვიბრძვით. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონო ირაკლი თქვენი მობრძანებისათვის და ვფიქრობ რომ აი ეს რაც მე შემოგთავაზეთ ამაზე ფიქრი და ჩათვალეთ რომ დაწყებულია მე ჩათვალეთ რომ მე თქვენი მონამორჩილი ვიქნები რაშიც დაგჭირდები დაგეხმარებით და ეს გავაკეთოთ ნენელა ყველა მხრიდან და პირველი ესე გავაკეთოთ ეს და იმიტომ კი არა აფხაზები ჩვენი დაძმენილი არიან მაგრამ მათაც უნდა მოინდომონ მე ჩვენკენ გადმოსვლა რომ ამის შემდეგ უკვე წარდგენა ყველა სახელმწიფოში იქნება ძალიან ძლიერი მუხტი იმას რომ სამშობლოს როგორ უნდა დაცვა ძალიან დიდი მადლობა და თუ არა გაგთიშავთ დიდი მადლობა კარგად ზანდებოდეთ